რიჟვაძეს რასაკვირველია თვითმკვლელობა არ უცდია. ეს ასასახლავ ამბობ ყველაზე უფრო საფუძვლიანი არგუმენტირებული ვერსია საგარეჯოში რა უნდა და კარგი წავიდა ამ საგარეჯოში ჩავიდა კობულეთიდან წავიდა მივიდა მეგობართან თუ ნაცნობთან ვინმე ახლედიანთან რაღაცაზე იმსჯელეს ასე შემდეგ იარაღი ამოიღო რაღაც წერილი დაწერა სხვა შორის ეს წერილი როგორია იცით გზა და გზა რომ რედაქტირდება თავდაპირველ ვერსიაში სხვა იყო მე შეიცვალა და რომელიღაც ეტაპზე ჩაიწერა და დაავიწყდა ეთქობა ამ პროპაგანდისტებს და მათ ნაჩალნიკებს და ჩაწერეს ცოლიც. მე რაღაც ჩაწერენ რაღაც ქონება, რაღაცებს ჩაწერენ და ბოლოს მიიღებენ ჭყალებში სრულყოფილ ვარიანტს. ეს ის წერილია, რომელიც ვითომ აღმოაჩინა ექთანმა საგარეჯოში, ექთანმა თუ მედპერსონალის წარმომადგენელმა, ან აღმოაჩინა უკვე თბილისის კლინიკაში, რომ გამოიყვანეს რიჟვაძე დაჭრილი, გაუბედურებული მის სტანისამოსის გულის თუ უკანა შარბის უკანა ჯიბეში. რაც ტყუილია რასაკვირველია და თუ მაინც და მაინც აღმოაჩინეს გემუდარებით სკრინი მაჩვენეთ ხო არ აკრიფა თითუკებით ამ სიგნალს რო ებრძვის იმ რიჟვაძემ ეს წერილი ხელით დაწერა ხო ესია ან დაწერილი ჰქონდა და ისე წავიდა ახლედიანთან იარაღი მონახა სადღაც ფარდულში და ასე შემდეგ ამოიღო და დაიხალა მუსელში მაინც და მაინც რაც შესაძლებელი ყოფილა ანუ ფიგურები იშვიათ შემთხვევაში მაგრამ გულმკერდის არეშიც ისვრიან, განა არ ისვრიან თურმე და ვან გოგის მაგალითი დავასახელე წინა ბლოგშიც და კი დავასახელე კიდეც ვინც ეს სწორი რემარკა შენიშნა მისცა ყველას მათ შორის მეც ალბათ ვინც ექსპერტობდით ჭყალებში თუ ჭყალებოდა ამ ფიგურებასთან დაკავშირებით მოკლედ ამ მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას რომ არ ჯერა და არავის არ ჯერა რომ თვითმკვლელობა სცადა რიჟვაძემ. ეს არის დასაწყისი ამ ამბისა, რომ ვიცოდეთ მაინც. ამგვარი გამორჩევები იქნება ძალიან ბევრი ამგვარი გამორჩევები. იქ რაღაც ერთი კლანი, ღარიბაშვილისა, რომელიც მივიდა საავადმყოფოში და ბევრი აქებს, მე არ ვაქებ გულახდილად გეტყვი, ღარიბაშვილმა იმდენი ავნო ამ ქვეყანას, რომ მისი ერთი პატარა საქციელ უკა, სწორი ნაბიჯი აქვე გეტყვით, მაგრამ საქები სულაც არა, ესე აი ყოჩახ ირაკლი სათქმელი სულაც არა. არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან დაანგრია, როგორც მან დაანგრია ეს ქვეყანა, ბარემ რო ვიცოდეთ. იქ რაღაც კალაძის ჯგუფი, იქ რაღაც ვიღაც ჯეების ჯგუფი და ასე შემდეგ. არ ცალკე ამბავია ეს სახედაკარგული ტიპები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გუშინ მზეს რო ფიცულობდნენ, თორდიკე რიჟვაძისა რო ემორჩილებოდნენ და ახლა არც ერთი მათგანიც კი თორდიკეს გამოჯამრთელებას უსურვებ. ამასაც ვერ ბედავს ეს უდუნდულო ტიპები, რომლებიც როგორ მოხვდეთ სახელმწიფო მართლობაში ეს ხო ცალკე უბედურებაა. მათი ნაწილი სხვა შორის წინა ხელისუფლებასთანაც იყო ერთი ცალკე უბედურებაა და მეორე ამბავია ის რომ ხა ხო ეკეტოს ხო ვერ ააშენებ მათთვის და ხო მაგრამ და იზოლაციაში ხო ვერ მოაქცევ მაგრამ აი მათი სრული მარგინალიზაცია უნდა მოხდეს და ისე უნდა განთავისუფლდნენ ისინი რომ ხო ამგვარი ამბის დროს მტერსაც კი უსურვებ ჯამრთელობას აი მტერიებო წინააღმდეგია გადარჩეს ეს თორდიკე რიჟვაძე მე წარდგეს სასამართლოს წინაშე ამას ვამბობთ ჩვენ თორდიკე რიჟვაძეს რომ ვერ ვიტან თუ ბჭყალებში რომ ეწინააღმდეგებოდ ის ადამიანები და თქვენ დალოცვილო კი რა არ დალოცვილო ადამიანებო უდუნდულოებო პირდაპირ გელაპარაკებით რა ხდება თქვენს თავს რა ადამიანური კრიზისი გაქვთ ტვინში თუ გაქვთ ეს ტვინი საერთოდ არ ვლაპარაკობ ამაზე. Αλλά მე ვლაპარაკობ იმაზე რომ ამ ამბებმა ზარალას დაჭერამ, განთავისუფლებამ, ვერსიებმა იმის თაობაზე ზარალას რას დაათმობინებენ, თუ დაათმობინებენ და ასე შემდეგ ადამიანების გარკვეულ ნაწილს უბიძგა ფიქრისაკენ რომ ბიზინა აბასთუმნის უღრანებში რო გაიზმორება ერთ ჩვენიერ და არა მშვენიერ დილას რო გადახედავს ველს და მიხვდება რომ კობახიძე საშინელებებს ჩადის რომელსაც ენდო მიიღებს გადაწყვეტებას გამობრძანება გამოთხრევის თაობაზე და იტყვის რომ თავისი სპეციფიკური იმერული კილოკავით რომ მივიღე გადაწყვეტება გონით რა რომ ისა დაინიშნოს იგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ბევრი ვარაუდობს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სწორს მოხდება ეს ყველაფერი ანუ 4 ოქტომბერს ჩაატარებსო ქართული ოცნებაო მე მაგალითად თუ ამას ვფიქრობ თუ ამაზე მიფიქრია ოქტომბერთან მიმართებაში მაინც და მაინც ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნებოდი მე მაინც ვფიქრობ თუ ეს მოხდება და ბიზინა უნდა დათმოს მაისამდე მაინც გაჭიმავს ამ პროცესს და ჩაარიხინებს ამ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც რატოშევი და ოპოზიციის ნაწილი დღემდე ვერ გამიგია, მაგრამ მეორე მხრივ სასტიკი წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ხელი უნდა ჩამოვართვათ მაინც ერთმანეთს და კოალიციური მთავრობა მაინც შესაქმნელია. მე ვერ გამიგია, რატო შევიდნენ ისინი ამ წინასწარ წაგებულ ომშიც და საკუთარ რეპუტაციას რო ანულებენ იმ ომში, ასე ვიტყვი იმ საარჩევნო მარათონში. კარგი. მოკლედ მე მგონია რომ ბიზინა ივანიშვილი თუ დანიშნავს არჩევნებს, დანიშნავს მაისში, მაგრამ კითხვაც ეს არის და ვერაბინ პასუხობს ამ კითხვაზე მე რიგით მოქალაქეს, რომელსაც აქვს უბრალოდ შესაძლებლობა და სურვილი რომ ვიდეო ბლოგები გააკეთოს, ან ტელევიზორში გამოვდივარ, ან ერთგვარად საჯარო პირი ვარ, ერთგვარად ცნობილი 5 კაციდან 100 კაციდან ერთი მესამედება გამარჯვებად თავს მიქნევს ქუჩაში. ამ საარჩევნო სისტემის პირობებში, არსებობის პირობებში ჩვენს არჩევნებში საპარლამენტოში ხას უსვავს შევდივართ კი? არ უგულისხმობ მარტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. გასაგებია, რომ ჩვენი ოპოზიციის ცუდის, მაგრამ ეს არის ოპოზიცია, რაც არის. მისი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ნეიტრალური ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა შეიქმნას. გავიგე? მიაღწევენ კალენდარიშვილის განთავისუფლებას მაღალი ალბათობით. დაკომპლექტდეს ახალი ჯგუფებით. ამ პარტიას ორი წარმომადგენელი ცესკოში, იმ პარტიასაც ორი, პარიტეტი შენარჩუნებულია, უმრავლესობა არ უნდა კონდეს მართველ პარტიად წოდებულ ბანდას. გავიგე? წამოვიდა ამ რაც არ ამგონია რომ ასე გააკეთოს, მაგრამ თქვა წამოვიდა ქართული ოცნება ამ დათმობებზე. საოლქო კომისიები როგორ კომპლექტდება? გაგიჟდა ქართული ოცნება, ხარაკერით არის დაკავებული, ჩაირტყა მუცელში დანა, დაიტრიალა ეს დანა და თქვა რომ კარგი, საოლქო კომისიებშიც იყოს პარიტეტი. ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციები საკვირდებიან, ეგრამ მაგის პასუხია, საერთაშორისო მისიები ჩამოდიან, ყველაფერი გავიგე, წავიდა ამასაც. საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს? ეხლა ვინმე მეტყვის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონული ეს აპარატები რომ შემოიტანეს. დითით ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. ასეთი საარჩევნო სისტემაა. რატომ? ჩვენში რო დარჩეს, რატომ? არა, მე მესმის რომ თანამედროვე ტექნოლოგია არავინ არ გამართობს, მაგრამ ვერიფიცირებული არის კი არა და ნდობა ამ სისტემის მიმართ ახლა საზოგადოებას 26 ოქტომბერ გამოვლილ საზოგადოებას აქვს. მე არა ვარ ლობისტი მაინც და მომხრე იმ ძველი სისტემისა. შემოვხაზეთ, ჩავაგდეთ. გავლილი, აპრობირებული სისტემა 26 ოქტომბრამდე ყველა სხვა არჩევნები იმ სისტემით ჩაგვიტარებია. მაგრამ რატომ მაინც იქნება ახალი აპარატებია შემოსატანი სხვა ამას მე ვერიფიკაცია აუდიტი შემოწმება ნდობის მოპოვება და ყველაფერი სჭირდება. კარგი, თქვათ მივდივართ შევთანხმდა პოლიტიკური სპექტრი და ახალი სისტემით მივდივართ. ვის აქვს სერვერზე წვდომა? არ ვიცით. კარგი, არა, მე კიდე ბევრ რამეს ვიტყვი, ხა ეს მხოლოდ 10% ვიტყვი, ან 14. ვის აქვს სერვერზე სად ინახება სერვი, მონაცემები სად ინახება? ინახება თუ არა საერთოდ, ინახება რა თქმა უნდა, მაგრამ სად ინახება? ამაზე როდის იწყებს? მე არ გეუბნები თუ უნდა დაეწყო აქამდე, მაგრამ ვინ იწყებს და როდის იწყებს ზრუნვას? საერთაშორისო დამკვირვებლები. საერთაშორისო სადამკვირვებლობის მისია გრძელვადიანი, ანუ დაკვირვება უხეშად თუ ოქტომბერში ტარდება არჩევნები, სექტემბრიდან, თუ მაისში ტარდება მარტიდან. ეს კიდე მოსაგვარებელია. ქართული ოცნება ამ ყველაფერს თმობს. აი, ჩავთვალოთ რომ ყველაფერი დათმო. წაგვეფიქროთ, წაგვივიდეს ფიქრი ამისკენ. გაყალბების ის მეთოდები, რომლებზეც სამ ბლოკში ერთხელ ლაპარაკობ. ვინმე ტყებუჩავა ჩელიაბინსკში არ ჩამოვიდა, პირადობის მოწმობა აქვს ტყებუჩავასი, ტყებუჩავას ნაცვლად შევიდა ვინმე სხვაგვარის წარმომადგენელი, სიჭინავა ტყებუჩავას პირადობის მოწმობა აქვს, ოღონდ თავის ფოტო ჩაკრული. ჩააგდო ბიულეტენი, მისცა ქართულ ოცნებას ხმა. ესეთი არის 100,000-ობით გაყალბების მექანიზმია, 100,000-ობით მოქალაქეზე მიბმული, რომლებიც არ ჩამოდიან რუსეთიდან ძირითადად. აღმოიფხრა, კარგი, ქართული ოცნება ამასაც თმობს. ირაკლი კობახიძე გადადგა, ანუ ცესკო გამოვტაცეთ, ეს ყველაფერი გამოვტაცეთ, უშუალოდ ირაკლი კობახიძე როგორც მთავარი გამყალბებელი და ამ სისტემის შემქმნელი გადადგა? question, вопрос, კითხვა. ივანიშვილს ეს უნდა მოვთხოვოთ და ამასაც უნდა მივახციოთ. ყაველაშვილმა ბანდიტმა
დე-ფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალა თუ არა უკლებლივ ყველა პოლიტიკური პატიმარი. ზოგ ჩვენგანს რომ მიაჩნია რომ ის არის დამნაშავე, მაგრამ პოლიტიკური მოტივაცია რასაკვირველია იკვეთება და ზოგ ჩვენგანს რომ მიაჩნია რომ დამნაშავე სულაც არ არის და აბსოლუტურად ტყუილა ზის ესათვის პოლიტიკური ტუსაღი. და ესეთი უმრავლესობა კი არა პრაქტიკულად ყველა. მაგრამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მომხრეებს რომ მიაჩნიათ რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფრის ღირსია. მიხეილ სააკაშვილი განთავისუფლდა თუ არა დე-ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტით. ანუ მოყომარდა, მომთავდა, მომრგვალდა თუ არა ყველა პროცესი, რაც კი არსებობს, მე დააფიქრდა ეს ყაველაშვილი პროცესი, რა უნდა იფიქროს მან, ბიზნამ დაურეკა ალო, მომისმინე მიშა, დაწერე ახლა შეწყალების აქტი და მიხეილ ყაველაშვილმა რა ისი დამწერია და დივანმა თინათინმა დაუწერა თუ რაც ქვია რა მნიშვნელობა აქვს, დაუწერა შეწყალების აქტი. პირი ხელი მოაწერა, ჯვარი დაასვა და გამოსცა. აღვთოვანდით. მიშა გამოვიდა ბივამედიდან. სააკაშვილი. ეს ყველაფერი ხდება. კარგით, მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით მიშას მომხრეები სააკაშვილის კი მიწყედნენ ერთ წამს გადავდოთ ეს ხდება, ერთ წამს. დანარჩენი ყველა პოლიტიკური პატიმრისა და სინდისის პატიმრის 8 პოლიტიკოსი მოგეხსენებათ, კიდე ერთი 5 რიგში აქვე ვიტყვი, ხო? და ასე შემდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნები როა და ბევრზე დაწყებული ან დასაწყები რო იწყებენ კახარიაზე მაგალითად. ეს ყველაფერი ჩაიფარცხა, წულუკიანმა თავზე ნაცარი დაიყარა, ის კომისიის დასკვნა დახია, დაწვა, აუტოდაფია და მიიმალა. თუ ჩაებღაუჭა ქართული ოცნების გუნდი ამ ძალაუფლებას დაამნიშნავთ არჩევნებს, მაგრამ ძალაუფლებას კი არასდიდებით არ დავთმობთ, ეს თქვა. ხო და ჩემი აზრი ესეთია, რომ მანამ სანამ ისინი არჩევნებამდე არ წააგებენ არჩევნებს და არ გევეთყევიან, რომ არჩევნებამდე მარცხდებიან არჩევნებში, ჩვენ ამ საარჩევნო მარათონში არც უნდა შევიდეთ. საპარლამენტოშიც კი არა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რატომ? იმიტომ რომ არასწორი სიტყვა ობიექტურად, მაგრამ ამ საარჩევნო გარემოში ობიექტურად, აი ეს ორი სიტყვა უნდა გავაერთიანოთ, ამ საარჩევნო გარემოში ობიექტურად ამდენი ადმინისტრაციული რესურსი, ამდენი ფული, ამდენი გაყალბების ამდენი მექანიზმი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რეპრესიული მანქანა, კანონები ხო უნდა გააუქმოს. კანონები, მედიის შეზღუდვა და ასე შემდეგ. ამ პირობებში თუ გიცხადებ შენ ბიზინა ივანიშვილი რუსეთის ფსბ-ს წარმომადგენელი ახალ არჩევნებს და ფორმალურად გაძლევს შანსს თუ ახლა შემოდი და თუ მაინც და მაინც მაგარი ხარ, მოდი ახლა გაიმარჯვე ამ პირობებში. ის ჭყალებში ობიექტურად ცხადია, მაგრამ ამ დაქსაქსულობის პირობებში დამატებით ის იმ არჩევნებს იგებს. და მე ისევ ახალ წრეზე მივდივართ. გაყალბდა ამბობს 4-5-6 პარტია. არ შევალთ პარლამენტში ამბობს 6-დან 5. იმერც ეკაჩებიან და სთხოვენ რომ არ შეხვირი არ ჩეროის მე-6 თანახმაა რომ არ შევიდეს. თუმცა კარგავს რაღაც შემოსავალს. მე ისევ რაღაც 1 წლიანი წელიწად ნახევრი 2 წელი გამოსვლა დემონსტრაცია, ფოიერვერკი დავიჭირე, სპეცნაზი, მილერი დავაბრუნე, ხარება მოვაბრუნე, არ დავაბრუნე, სიგიჟეში ვარ ისევ. ამიტომ თუ არჩევნებს ვითხოვთ და უნდა ვითხოვდეთ, პარალელურად არანაკლებ ხმამაღლა უნდა ისმოდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლების საკითხი, ესე გვარსახელებით, უკლებლივ ყველასი, ეს ერთი. და ამ ჯოჯოხეთური კანონების თავზე დახევის, წულუკიანის კომისიის დასკვნის თავზე დახევის, ან კომისიის მთლიანად გაუქმების, სისხლის სამართლებრივი დევნების გაჩერების, ახალი ფარა მაუწყებლობის შესახებ კანონი, რომ შესრულები როა შესული იმის გაუქმების და უყოლებრივ ყველა მთელი გარემოს გაუმჯობესების. და მთელ გარემოს რო გაუმჯობესებს და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მთელი გარემო გააუმჯობესა ბიზინა ივანიშვილმა, მაშინ კიდევ დავფიქრდებით, ჩვენ დემონსტრაციებს ვაგრძელებთ თუ მივდივართ ახალ არჩევნებს. ეხლა მთელ გარემოს ბიზინა ივანიშვილი ბევრი იტყვის, რომ 24 საათი, კაი 48 საათში დაასრულებს თუ მოინდომაო. ხო, სწორია თითქოს. მაგრამ ასე ხო არ ხდება 48 საათში ყველა მიღებული კანონის გაუქმება და 48 საათში ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება და 48 საათში თუ 72 საათში მთელი გარემოს გაუმჯობესება, იმიტომ რომ შიდა ბრძოლების ხო არიან, ეუბნებიან რომ ბიზინა კარგავთ ჩვენს მიერ დაღაფულ ფულს და დაღაფული ფული არის მილიარდობით. ხო და ესე არ არის, ესეც რაღაც გარკვეულ შიდა წინააღმდეგობასაც უწევენ, ის კი არის, მაგრამ ყველგან არის, მაგრამ
ყველა ოთახს ხო ვერ აკონტროლებს ყოველ წამიერად. კალაზეს თავის ციგიჟი აქვს, ახურა რა ამ ბიზნესს შეიძლება დააბრეხოს ვიღაცასთან. კი, ჩას იწერენ და მე მიუცუნცულებენ ბიზნესს, მაგრამ ეს ადამიანის ემოციებზეც არის და იმიტომ რომ კალაზეს არ აქვს ინდულგენციის შეგრძნება, რომ მას აპატიებენ და არც უნდა ეპატიოს სასაკვირველი. ამიტომ ეს არ იქნება ერთთვიანი პროცესი და ორთვიანი პროცესი, ჩემი აზრით, გაუქმებების, ამაზეც თუ წამოვიდა ისიც და არ წამოვა მერქი აკი გეუბნებით. ამიტომ და შესაბამისად მაისს თუ დაინიშნება, მაისში დაინიშნება. ამიტომ მე იმ აზრისა ვარ, რომ ერთ-ერთი რაც უნდა მოხდეს უკვე რომელიღაც ეტაპზე, არ ვიცი რომელ ეტაპზე, ბიზინა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააუქმებს, სასაკვირველია უნდა გააუქმოს მაისამდე, უხეშად თუ მაისშია, მისი პარტია და რაც მთავარია, სრული გარანტია იმისა, საიმისოდ, რომ ბიზინა ივანიშვილის პარტია დამარცხდება და შესაბამისად დამარცხდება ობიექტურად და გაყალბების მექანიზმებს ვერც ამოქმედებს, როგორც ასეთს. სრული გარანტია ვერ იქნება ირაკლი კობახიძის ან შინაგან საქმეთა მინისტრის ან პოლიტიკური საბჭოს რომელიმე წევრის მიერ ვერბალური განცხადება ვერც ბიზინას არ გავაყალბებთ ამას ხო არ თქვის, მაგრამ სულ ეს სიგნალები გამოუშვას, ხო, ვერ იქნება. ერთადერთი გარანტია. ცოტა უცნაურ რამეს ვიტყვი, მithქვამს ადრეც. არის 4 წლით ქართული მინიმუმ 4 წლით ქართული რუსული ოცნების თვის პოლიტიკურ პროცესში ჩარევის აკრძალვა, ანუ არც არჩევნო რეგისტრაციის არ გატარება. ისიც სახეცვლილი, მთლიანად მოდერნიზებული, კობახიძე ისტორიის სანაგვეზე და ვინც ის იქნება პროკურატურა სასამართლოში, საპატიმროში გაშვებული კობახიძის გაშვების გათვალისწინებით და იქ უნდა მოვიდეს ბჭყალებში შედარებით ნორმალური, რომელიც კობახიძის შედარებით ყველა ნორმალურია, მაგრამ რომელიც ქართულ ოცნებას პოლიტიკურ საბჭოში ჰყავდა. მაგალითად, რატო ვახსენებ ხა? კახა კუჭავა, ჩამოაგდეს ალტინფოელებმა ევროკავშირის დროშა და დაწვეს, ჩავიდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე და ასწია ეს დროშა. აბსოლუტურად ისეთი არაფრის თქმელი და არაფრის მქმნელი საქციელია, მაგრამ კობახიძეს რო ყოფილიყო თავრობის თავმჯდომარე თუ პარლამენტის თავმჯდომარე, პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, ეს რომ მომხდარიყო პაპუაშვილის სობას, მივიდოდა და მას ფიჩს შეუკეთებდა, ხო, ამატებით დაწვავდა პაპუაშვილი, ხო, ეცალებს არ აკეთებს საბოლოო ჯამში, არ წავს ფიზიკურად, მაგრამ ანგარებს ევროკავშირთან ურთიერთობას. თუ ქართულ ეს ვერსიაც, ეს ვარიანტიც არსებობს, ქართულ ოცნებას უნდა აეკრძალოს, ან სხვანაირად ვიტყვი, ან უნდა მიეცეს საარჩევნო რეგისტრაცია. ან უნდა მოქცეს 100%-ზე მეტი ხო არ არსებობს, 100%, 1598%-იანი გარანტია იმისა, რომ არ გააყალბებს, ეს უნდა მოქცეს შეგრძნებების დონეზე და ყველაფერი უნდა გააუქმოს, რაც მიიღო, ყველა კანონი, ყველა პატიმარი უნდა გამოუშვას, ყველაფერში უკან დაიხიოს, მოლაპარაკებებზე აქტიურად წამოვიდეს, ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ეტყვის, უნდა შეასრულოს ყოველგვარი პირობის გარეშე, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ბილწ სიტყვებს არა ვართ, ხო? უკან დაიხიოს ვიდრე არჩევნებამდე. უკან დაიხიოს არა, თათმოს ვიდრე არჩევნებამდე. გააკეთებს ამას, მე მგონი არ გააკეთებს. ამიტომ ჩემი აზრით ეშინიათ ესედიც ამბობთ, რომ ეს ცუდი სიტყვაა ოცნება რუსული. ამიტომ ჩემი აზრით მე რევოლუციის მოწინააღმდეგე. რევოლუციის და არა აჯანყების. რევოლუციის და არა გადატრიალების. მშვიდობიანი რევოლუციის და კაბინეტებიდან ესე გამოყვანის, მშვიდობიან გამოყვანის, მომხრე უფრო ვარ მე მშვიდობიანი კაცი. იმიტომ რომ ესენი არ დათმობენ არაფერს. ბიზნესია ბევრი რამე დამოკიდებულიო, ხო, ბიზნესია ბევრი რამე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, აბა ვიზია დამოკიდებული. როგორც მოსრა, ისე მოწმინდოს.